ჯერ იყო და კახეთში ახლო მეგობრების და კოლეგების წრეში წარადგინა ბრავოს ახალი პროდუქტი. ამჯერად კი საკუთარი ალბომით აყვანისმცემლებს ივენთ ჰოლის სცენიდან გააცნო. დათო არჩვაძის ეს ქალაქია 15 სიმღერის უნიკალური კრებულია. მასში მომღერალთან ერთად 17 ქართველი შემსრულებლის სიმღერებია შესული. ნიჭიერი ადამიანია, იმიტომ რომ ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ოჯახის წევრია. ოჯახებით მეგობრობთ და ქართული სიმღერა არის ყველაფრის თავი და თავი. დათოს ძალიან ღრმა ბავშვობიდან იცნობს ასე რომ უყვარს დათო, სადაც კი ფოტოს დაინახავს, ან ტელევიზორში დაინახავს, ლაპარაკი არ იცის და თავის ძმასაც დათო ქვია და იმ წამსა მიგვანიშნებს რომ დათოა ტელევიზორში. მე ვასრულებ მზიან ღამეს, რომელიც 2 წლის წინ შეიქმნა, რომელიც შესულია ამ ალბომში და ასევე გამოსულია სინგლის სახითაც. მაშინ, როდესაც დათომ თავისი პირველი ალბომი კახეთში წარგვიდგინა, მის პირად ცხოვრებაში სიახლეები ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი. ამჯერად კულისებში მის გვერდით უმშვენიერესი მეუღლე ნერვიულობს. ნუ არა ეს ადამიანი, დღეს ესე ლაღად მე აქ არ ვიდგებოდი. ნუ აი სასწაულად გამილამაზა ყველაფერი. რომ აი მომეხსნა ყველანაირი ნერვიულობა და მადლობა უფალს, რომ ეს საჩუქარი მარგუნა ღმერთმა. ამბობენ მუსიკას ყოველთვის ეტყობა მისი შემქმნელის ხასიათიო. დათოს შემოქმედებაში ეს ორმაგად ჩანს. გულჩვილი და საოცრად თბილი მუსიკოსი ხშირად სიმღერებს სწორედ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო წერს. ყველა ავტორს ეტყობა თავისი ბუნებრივი ხელწერას ვეძახით ამას, თუმცა ეს არის მისი სულიერი მდგომარეობა იმ წუთას. ალბათ და დათო იმდენად ფაქიზი ადამიანია თვითონ თავისი ბუნებით და თავისი სულით, რომ მე ვფიქრობ მის სიმღერებში ეს საკმაოდ დიდი დოზით არის ასახული, ასეც არ შეიძლება ჩემს აზრით, მაგრამ ისეთ მუსიკით სავსე სიმღერა აქვს. რა თქმა უნდა, სევდიანი, ბევრი, კარგი სიმღერა შექმნა, თუმცა მართლაც მუსიკალობით ახსავს. დათო არის ნამდვილი ქართველი კომპოზიტორი, ნამდვილი ქართველი მომღერალი, ნამდვილი ქართველი მუსიკოსი და მე ესეთ მუსიკას ყოველთვის დავაფასებ, იმიტომ რომ ჩემთვის ქართული მუსიკა ძალიან ძვირფასია და მე ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ დღეს ვღერი დათო არჩვაძის სიმღერას ქალბატონ ეკა მამალაძესთან ერთად დუეტში და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. მე მგონი დათო არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი მათ შორის ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს და ეს ძალიან კარგია იმისათვის რომ ქართულმა სიმღერამ იარსებოს და იცოცხლოს. სხვა შემსრულებლებთან ერთად ივენთ ჰოლში თვალი დიდი ხნის უნახავ რომარ ცხილვაძესაც მოვკარით. ეს უკანასკნელი კარგახანია T-Blues მობთან ერთად საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს და ჯერჯერობით დაბრუნებას არაპირებს. ძალიან მიხარია რომ გამონიშნა დრო და ვარ საქართველოში. ძალიან მიხარია რომ აღმოჩნდი ამ პროექტში, ძალიან მიხარია რომ დათო არჩვაძე ზუსტად ისის ვის რა ჩაასვას, ვის როგორ ჩაასვას. ძალიან მიხარია რომ საქართველოში გამოჩნდა ისეთი კარგი ალბომი, ჩვენ მუშაობთ სკანდინავიაში და რა ვიცი, ვაკეთებთ დამსახურებით მის აღმატებელობა ბლუზ და როდის აპირებთ აქეთ წამოსვლას? როცა დაყვადიჟებთ მაშინ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ბრავო რეკორდსის წამოწყებები ყოველთვის წარმატებით მიიწევს წინ. ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე ხდება. თუ ახამდე იმაზე ვწუწუნებდით, რომ ქართული მუსიკა ერთ ადგილას დგას, მაშინ დათოს ის მაინც უნდა დავუფასოთ, რომ ამ უკანასკნელს კარგად უთავაზა და რამოდენიმე ნაბიჯი წინ უკვე გადაადგმევინა.